გამარჯობა. მე ვარ გკ და დღეს მე განახებთ თუ როგორ უნდა გავუკეთებთ ოპტიმიზაცია თქვენს კომპიუტერს, თქვენს counter-ს, როგორ უნდა დაბუსტოთ FPS-ი, როგორ უნდა გაასწოროთ counter-ი, რის შემდეგ დაარეგისტრირებს კარგად ტყუიებს და რის შემდეგ აღარ გაგიჭერავთ რა, ამ ყველაფერს გასწავლით, დაგეხმარებით. და რავი, მომყევით რა. ყველაზე კაი იქნება თუ არ გადაახვევთ ვიდეოს და თავიდან ბოლომდე უყუროთ. ვეცდები მალე მოვასწრო და პატარა ვიდეო გავაკეთო. პირველ რიგში თქვენ რაც გჭირდებათ, უნდა გადმოიწეროთ process lasso. process lasso-ს რო გადმოიწერთ და დაინსტალირებთ, Google-ში ჩვეულებრივად რო დაწეროთ process lasso download, ამოგიგდებთ და უნდა გადმოიწეროთ და დაინსტალირებთ. რა დაინსტალირების შემდეგ რო ჩართავთ, ამოგიგდებთ ესეთ პანჯარას რა. სავარაუდოდ ესე იქნება თქვენთან. all process-ში იქნება გადასული. თქვენ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ. Post. ის იყო, რა ვქეთ, მას ეგან რო წერდი ვიდეოს ვუყურე და ხმა ისმოდა ძალიან ცუდად და ეხლა ახლით დამწერ კიდე. კაი ჩართული მაქვს. ხო და ლუკასაც გავაკეთებინე, TeamSpeak-ში ვართ ეხლა. ლუკასაც გავაკეთებინე და კიდე ბევრს გავაკეთებინე ძალიან და ძალიან ყველა კმაყოფილი არის. ყველა ძალიან კარგად დაუბუსტა. პროსტა ამ ვიდეოს შეწერა იმიტომ მომინდა რომ გუშინ მივაგენი რაღაც ძალიან კარგი და მაგარ რაღაცას რა. რის მერეც აი ძალიან კარგად მithვლის ტყუიებს, ძალიან smooth-ი არის. თავი ძალიან კარგი არის. არ მიჭიდავს, აღარ კვდები ისე, რომ აი რომ კვდები, მაგრამ რო კვდები FPS აღარ მიგდებს და აიგეთ მომენტებში რა, აღარ აგდებს FPS. და მაგიტომ მინდოდა ჩამეწერა და ეხლა განახებთ რა. YouTube-ში active process-ებში რო გადახვალთ, counter-ი უნდა გქონდეთ ჩართული აუცილებლად რა. counter-ს რო ჩართავთ, შეგიძლიათ მე ჩაკეცოთ. active process-ებში რო გადახვალთ, იპოვოთ CS2X-ი და ამ CS2X-ში უნდა გააკეთოს ესეთ რაღაცეები. CPU priority-ში always high-ზე უნდა დააყენოთ. CPU affinity-ში always ეს არის ბირთვებს აქედან მირჩევ რა ბირთვება უნდა იმუშაონ. აქედან შეგიძლია აირჩიო. მაგალითად, მე მაქვს 27 ბირთვი. თქვენ რა შეიძლება ამდენი არ გქონდეთ, შეიძლება ამდენზე მეტი გქონდეთ. მე რაღაცეები დავსერჩე და გავიგე, რომ ყველაზე კარგი არის P-cores, ანუ performance core-ი. ესენი უნდა გქონდეთ თამაშის დროს ჩართული. და ამით ეუბნები counter-ს რომ ჩავრთავ მარტო performance core-ზე ამუშავე. კიდე დავარკვიე რომ ძალიან ბევრ კარგ მოთამაშეს და სტრიმერს აქვს CPU 0 და CPU 1 გათიშული. უფრო კარგიაო მაგით თამაშიო. და მეც რავი გავთიშე და რავი, გონი უფრო კარგი არის. თქვენც შეგიძლიათ სადოთ. შეიძლება თქვენთან არ იყოს კარგი. ამიტომ შეგიძლიათ უნდა გატესტოთ რა ყველაფერი რა, უნდა ეს ჩართოთ, გათიშოთ და ეგრე უნდა გააკეთოთ რა. მერე IOR priority-ში high-ზე, GPU priority high-ზე უნდა დააყენოთ, ეს memory priority არ უნდა შეცვალოთ, არც ეს არ უნდა შეცვალოთ. ესეც არ გინდათ. Boost-ი always on-ზე გეყენებათ, Inus performance mode-ი უნდა ჩართოთ, power profile-ი ბიცუმიზე უნდა დააყენოთ. ამას განახეთ როგორ უნდა დააყენოთ ბიცუმი და power plan-ი როგორ უნდა შეცვალოთ. და რავი, ესენი მე ეს მაგ ეს შეიძლება მოგენიშნოთ ახლა რასაც გეტყვით იმის მერე რა. ახლა კიდე აქ რა უნდა გააკეთოთ? Option-ში უნდა გადახვიდეთ, power-ში უნდა გადახვიდეთ, performance mode-ი და ეს უნდა ჩართოთ რა. ამას რომ მოტიჭკავთ, წესით performance mode-ზე დაგიდგებათ და ბიცუმის power plan-ს თავისით დააყენებს, თუ არ დააყენა, აქედან უნდა დაინსტალიროთ და შეგეცვლებათ power plan-ი. აი რო გახსნით მერე თავისით დაგიყენებათ სულ და არც ბალანსზე არ დადგება, არაფერზე არ დადგება რა. Ultimate-იც კაი არის, მაგრამ რავი ეს ბიცუმი არის მონი ყველაზე კაი რა, იმიტომ რომ რავი რო შევადარე, ამაზე ემაძლევდა ყველაზე კარგ performance. და რავი უმეტესობას და ბევრს ეს უყენია რა, ბიცუმი უყენია რა. პროცესორში მორჩა ჩვენი საქმე, მეტი რავი, კიდე რაღაც შეიძლება იყოს, რომ პროცესორში დაამატო, მაგრამ რავი მე მეტი არ ვიცი. ყველაზე კაი ესენია, მე რაც დავაყენე. კიდე აქ main-ში შეგიძლიათ თუ არ ვსწრებ რომ გადახვიდე და ესეც ჩართოთ. მაგრამ ამას რო ჩართავ, მგონი აქ რაღაცას გიცვლი, ის აღარ მახსოვს მე. კარგი, ბიცუმიზე უნდა გეყენოთ უეჭველი რა, power plan-ი რა. TikTok-ში კიდე რის გაკეთება შეგიძლიათ და რას გეტყოდით. პირველ რიგში
NVIDIA API უნდა გეწეროთ და გრაფიკული დრაივერები უნდა გქონდეთ ბოლომდე დააპდეითებული. NVIDIA Control Panel-ში ეს მიყენია პერფორმანსზე. აქედან არაფერს არ ვცვლი. საერთოდ აქ ესე უნდა გეყენოთ აუცილებლად და ერთი აწეული უნდა გქონდეთ, რავი. ეს ყველაზე ისეთია, მაგრამ თუ ვინმეს არ აქვს, იმათაც დაეხმარებათ. აქ მეც არაფერს არ ვცვლი ამის გარდა რა. აქ მიყენია full screen-ზე, GPU-ზე და ეს მაქვს მოტიჭკული რა. ავი, Donkas, ავი Monesis Pro-ებს, ყველას ესე აქვს თითქმის რა. ეს დავაკოპირე. სხვათა შორის, კაი არის, ცუდი არა. ავი, თუც არაფერს არ გიყვარს. კიდე, ეხლა უყურე. აუდიტს დამავიწყე რა ვილაპარაკე ვიდეოს დასაწყისში. კაროჩე, ეხლა რას მივაგენი მე გუშინ რა, მაგას გეტყვით. ChatGPT-ს ვკითხე. რაღაც სერიოზული ტვიკები მომეცი მეთქი რა, გაძლო ყველაფრის უფლებას მეთქი. კომპიუტერი ისე გამიკეთე, რომ არ გამიჭედოს მეთქი, input lag-ი არ მქონდეს მეთქი, FPS-ი მქონდეს მეთქი და ტყვია დარეგისტრირდეს მეთქი რა, ეგეთ რაღაცები მივეწერა. YouTube-ში ამომიგდო ძალიან კარგი კოდები რა, ძალიან კაი რაღაცეები. რა კოდებსაც მე აღწერაში ჩაგიგდებთ, სავარაუდოდ ან ფაილის სახით ჩაგიგდებთ და ეგრევე გასაშვები იქნება, ან კიდე პროსტა ტექსტ ჩაგიგდებთ და ეხლა გასწავლით როგორ უნდა გავუშვათ ეგ ტექსტი რა. პირველ რიგში თქვენ რას უნდა გააკეთოთ? უნდა გახსნათ Notepad-ი. Notepad-ს რო გახსნათ. ის ტექსტი, რასაც აგიტვირთავთ, ან გაჩვენებთ. უნდა დააკოპიროთ და გადმოსვათ აქ. ეს ტექსტი არის. მოკლედ, ერთი რაღაცა შევამჩნიე, რომ ChatGPT-ს მქონდა აქ ყველაფერი არის წერია რა, რა არისთვისა, რატომ არის და რას უშვებს რა. შეგიძლიათ წაიკითხოთ. ეს აქ მოწერილი ChatGPT-ს, რომ შენთვის, შენი პროცესორისთვის ესა ყველაზე კაი, რავი. თუ გინდათ, თუ გაწყვეტ, რავი, ეს კოდი საერთოდ მივწერე, ეს თლიანად გავაკეთებინე ლუკის, მივწერე, გააკეთა და ძალიან კარგად იმუშავა, რავი, პრობლემა არ ქონია. რავი, არ მგონია თქვენთანაც პრობლემა გქონდეს ამას. მაგრამ რავი, თუ გინდათ მიწერეთ, რომ რავი, თქვენ პროცესორზე მოგცეს, თქვენი პროცესორის მოგცეთ, თუ გინდათ საერთოდ არ მიწეროთ არაფერი, თუ გინდათ ისე მიწერეთ, რომ ყველა კომპიუტერისთვის მოგწეროთ და არ მოგწეროთ მარტო ამ პროცესორზე ან რაღაც განკუთვნილ პროცესორზე, ანუ ვაფშე შეგიძლიათ დაიკიდოთ და პროსტა გაუშვათ რა, რაღაცა არ აგიფეთქეთ კომპიუტერს და თუც არაფერს არ იზავს რა. ეხლა უყურე რას აკეთებ. ამ იმას რომ გადმოწერთ, აქ Notepad-ს რო შექმნით, აქ რომ ჩაწერთ ამას, უნდა გადახვიდეთ ფაილში, უნდა შეინახოთ save-ზე, desktop-ი მონიშნეთ და დავარქოთ, რავი, YouTube tweak, YouTube tweak, YouTube tweak, YouTube tweak. ეს უნდა შეინახოთ, ოღონ უნდა შეინახოთ არაჩვეულებრივი გაფართოებით, არამედ CMD-ს გაფართოებით რა. უნდა შეინახოთ ეს CMD. ამა შეინახავს ახლა ჩვენ desktop-ზე. თუ desktop-ზე არ შემინახე. სად შევინახეთ? კაი, ახლა გავაკეთეთ. Notepad პლუსი დავაჭირეთ ამას ფაილი, save-ზე. რაღაც ფაილი desktop-ში შემინახე. ფოტო tweak-ი დავაწეროთ ხმადა. წერტილი CMD. შეინახა. ეხლა რა უნდა გავუკეთოთ ამას? ეს უბრალოდ უნდა გავხსნათ მარჯვენა ღილაკით და run as administrator. რო ადმინით გაიშვას რა, ადმინის გარშე შეიძლება არ გაგიშვას. თან თუ გავუშვა, აი არაფერი, მაგრამ უკეთესია ადმინით რო გავუშვათ რა. ამას ადმინით რო გავუშვებთ, აქ ამოვარდება რაღაცა წითელი ფანჯარა. პროცესები გაგზელდაო, რაღაცა პროცესები ჩატარდაო, გეტყვით და მადლობაო და გაგითიშავთ რა. და ჩაგირთავთ ეგრევე counter-ს. ამას რო დააწვევი, counter-ი ჩაირთვება. შეგიძლიათ მერე counter-ი გათიშოთ, კომპიუტერი გადაარესტარტოთ და ახლიდან ჩართოთ counter-ი და ითამაშოთ და გაერთოთ რა. ნახავთ რომ FPS-ი ძალიან დაიბუსტა, აღარ გაგიჭედავთ.
რაღაცები არ მოხდება. FPS-ი არ დაგიდროპავთ ვიღაცა რომ მოკლავთ. ტყვია კარგად დარეგისტრირდება. ფაქტი, რავი. ისეთი რაღაცა რო დაწეროთ, რომ რაღაც არ მუშაობს რაღაცა ისეთი და შანსი არ არის, იმიტომ რომ რამდენსაც გავაკეთებინე და ვისაც გავაკეთებინე, ყველა კმაყოფილი არის. ძალიან კმაყოფილი არის, მოდი ესე ვიტყოდი. მეც, რავი, ეს ტვიკი, ეხლა ბოლოს რაც გითხარით, გუშინ აღმოვაჩინე და ამიტომ მომინდა რომ რავი, ყველასთვის მენახებინა და ესე რო არ ჩამომიარა და შენ გაგაკეთებინებ, მიფიქრე რომ მეთქი ვიდეოს გადავიღებ მეთქი. აი ესაა რა, იმედია გამოგადგებათ. კარგად გაისვრით. რავი, იმედია საქართველოს და ქართულ კიბერსპორტს გამოადგება ეს ვიდეო რამეში. ამიტომ წარმატებები და ნახვამდის. მადლობა ყურებისთვის.